კაი, არ მომწონს ჩემში. აღარ მისწორდება. არ ევინმე? გამარჯობა. გარეთ არ გახვიდე, ეგ ჩავარდნილია. ანუ საერთოდ შენ ეხა ვეღარ დავიწოდე. რას გეღადავ? გეხოფა ეხა. არავინ არ გახვიდეთ. გამარჯობა, მე ომარი ვარ და ეს Wild Dog-ის არხია. დღეს ჩვენ ამ ვიდეოში დავამსხვრებთ გავრცელებულ საშიშ მითებს დაწყევლილ სახლში. და ამ მითების დამსხვრევაში მოგვეხმარება მიკა. გამარჯობა. მადლობა ომარ გაიხარე მოწვევისთვის და დღევანდელ ვიდეოში ჩვენ დავამსხვრებთ ისეთ საშიშ მითებს, როგორიც არის მოძრაობენ თუ არა თოჯინები დაწყევლილ სახლში თავისით, ასევე შველის თუ არა მარილი ბოროტს სულებს და ასევე მესამე არის ეცემა თუ არა ტემპერატურა, როდესაც ოთახში არის მოჩვენება. ასევე ჩვენ ამ ვიდეოში გვექნება სხვადასხვა ჩელენჯები, რომელსაც ეტაპობრივად ჩვენი პროდიუსერი მოგვაწვდის კონვერტის სახით. მიკა როგორ ხარ? კარგად, შეგურახარ. კარგად, როგორი მოლოდინი? შენ ერთ განწყობაზეო, ერთ შიდა ადგილას ვარ კაცო. დავამსხვრევთ გამანდელ მითებს? კი, სხვა გზა არ არის. მეც მაგის იმედი მაქვს რა. ან ვცდით, ნახავთ. დაიმსხვრევა თუ არ დაიმსხვრევა? ჩვენ იმედი გვაქვს რომ დაიმსხვრევა. კი, და ჩვენც არ შევეწირებით მაგ დამსხვრევას იმედია. მაგრამ დღეს რო დღე არის და ჩვენ ამისთვის ღამე გვჭირდება, დავაღამოთ. ხო და მოდი დროა დავაღამოთ. ეგ არის. მე მგონი არაფერი არ აკლია. ეგ არის მზად ვარ ყველანაირად. გავუმკლავდეთ მითებს და ვებრძოლოთ მოჩვენებებს. ნახოთ რამდენად გამოგვივა. წავედით, აბა, ჩვენ ვიცით. წავედით. მიკა, მოდი. მოვიდე? ეხლა მოხდით საიდუმლო დავალებას. ოკეი. რომელიც ომრომ არ უნდა გაიგოს. ამ კადრს შეხედეთ, მეგობრებო, აი ამ კადრს. ყველა ჩვენს ბავშვობაში ესეთი რაღაცა აუცილებლად ინახავთ რომელიმე საშიშ მულტფილმში ან ფილმში. თან გადაობა ის არის რომ იმენა ნისლი ჩამოწვა აბსოლუტურად ბუნებრივად და ძალიან ისეთი ჰორორ გარემო შეხვდა. და პრინციპში შეგვიძლია რომ შევიდეთ ამ სახლში, რომელიც გამოიყურება აი ასე. წავედით. და პირველი მითი ეს არის დაწყევლილ სახლში თოჯინები მოძრაობენ, როდესაც არ უყურებ. შანსი არა. კაი, გავტესოთ და მე მგონი შევიდეთ ოთახში სადმე. კაი, მოდი დავდებ ამას, კაი. ანუ ჩვენ ეხა უბრალოდ ეს ჩვენ არ უნდა უყურებდეთ ამას, ხო? კაი, მაშინ მოდი კამერა შევხედოთ და აი აგერ ვანათებ თოჯინას. კამერა შევხედოთ. ჩვენმა ოპერატორმა უკან გაიხედოს და თოჯინა ჩანს? დასიზამს ჩვენი თოჯინა, აბა. თოჯინა უნდა გამოჩნდეს. საინტერესოა რა შეიძლება მოხდეს ეხლა მეგობრებო. ეხლა თავი შემოატრიალოს. მე რა ვშვები? გარვივართ სრული სისწრაფით და ვიდეოს ვამთავრებთ. არხის გამოწერა არ გვავიწდება რა თქმა უნდა, რადგან მეც ვეღარ გადავიღებთ. კაი, კი შეგვიძლია დავამშვიდოთ პრინციპში ეს მითი და გადავიდეთ შემდეგზე პირდაპირ რა. არ გამოძრავდა? არ გამოძრავდა, შენ წერ მოი. Holy shit. არ ვიცი რა ხდება. ზევიდან იყო ხმა? ხო. შენ ზევიდან გაიგე? მე ზევიდან მომეს. ხო, ზევიდან მომეს. კაი, ეხლა შემდეგი მითი არის თუ თოჯინა მარტო დატოვე გადაადგილდება. ანუ ჩვენ ზუსტად დაიაქტოვებთ თოჯინას, ეხლა წავიდეთ ჩვენ საქმეს მიხედოთ და მე დავბრუნდეთ და ბოლოს შევამოწმოთ სად იქნება თოჯინა. და რა თქმა უნდა ვინ რჩება ჩვენი კამერამენი. მაპატიე რა, შენ რა დარჩე. ზემოდა ხო ჩამოვიდე. შეიძლება ვისაუბრ რაღაცა და ვინახე რა და გამო რა. არა, შანსი არის. თუ გადავობ და უნდა მოსავიყო რა. შანსი რისია, იყო რაღაცა თუ ეს მართალ სიძახი? წავა მე შიში. წავა მისიდადაც ვოდე. კაი. გადავიდეთ შემდეგ მითზე პრინციპში. აქვე თუ სული გიყურებს ტემპერატურა ეცემა დაბლა. ხო. აი ნახე. ჩვენ რა მოვაკეთებთ იცივე. ეხლა თავარი ტემპერატურა გავზამოთ. ომარის 33.9. სიძახი. სუდად ხო არა ხარჯი. კაი, ჩემ მითხარი ვარ. რა იყო, არაფერი არ ხდება. მოდი აბა მე გაგიწევ. მიდი ამზომე. ასე მგონია, იარაღი უნდა ისროლოს ახლა. 35 თავიდან.
მიზნებს. მოდით მობას გაფიცებთ 36 და 20 მე გამიზრუნე თავი. მე მგონი შენ გიყურებს. შენ გიყურებს მე მგონი. აი 26 არა ძმაო მოჩვენე. სახსალამათი. შეიძლება ეხა გადაიფიქრე, სხვაგან გაიხედა. თუ სულის სახელს ხმამაღლა იტყვი, ის რეაგირებას დაიწყებს. ხო. ხო, დამდეთ პატივი, ხო. ლავე. ლავი გჯო. ეხა რამე მოხდა. მეიცა. მეიცა, ერთიც სადე. ლავი, აუ ჩვენ ვართ ბიჭო, ჩვენ მოვედით რა. არა. მოდი შევამოწმო. მეგობრებო, პროსტა არ მინდა რომ მოგატყუოთ, მართლა არაფერს არ გატყუებ. არაფერი არ ხდება. მის მაგარი სიცივი. ჩემი. ედიტის, ხო. შემდეგი ჩელენჯის დროა? ოკეი. მე რა მედესებს ამ ჩელენჯებს ვინ შეასრულებს? კი არა და ვინც ვერ შეასრულებს, საჯელოთ მაგას რა აქვს? საჯელოთ მეგობრებო, ჩელენჯებში დამარცხებული. მარტო შევა კოჯრის მიტოვებულ სახლში. შენი აზრით ვერ რომელი შევა? მე თუ შენ? შენ. ნახოთ. დღეს მობიერი აღარ ვიქნები სტუმრის. ოკეი. მოკლედ, ჩელენჯი პირველი. გადაირჩინე თავი. ამ ჩელენჯში ტურნიკეტს დავიდებთ სისხლდენ კიდურზე. მიზანი ვინ უფრო მალე შეაჩერებს სისხლდენას. და მთავარი ტვისტი არის Wild-Doki ამ ყველაფერს გაკეთებს თვალე ბახვეული. მეგობრებო, იცოდეთ ყველამ რომ როდესაც ესეთ სახლებში შეხვალთ და დააპირებთ რაღაცა კლუბების ჩატარებას, ყოველთვის არის რისკი იმისი რომ მიიღოთ ტრავმა და ეს შეიძლება იყოს სისხლდენი ჭრილობა და ამ დროს პირველად ახმარება რაც არის ეს არის უნდა დაიდოთ კიდურზე ტურნიკეტი რომ გადარჩეთ და კლინიკამდე მიაღწიოთ ცოცხლება. ეხლა კი შეუდგეთ ჩელენჯისთვის მზად ვარ და შემიძლია დავიწყო. ოკეი, მაშინ მე დავინიშნავ დროს და ვნახოთ რამდენ ხანში მოახერხებ და თვალების ახვევიდან. კი, თავარი მაგ წესის გარშე არ შეიძლება. 1 2 3 გავიდა დრო. არა. გავიდა დრო, გამოდი. 10 წამი გავიდა. შენ, ვაი, ოპა. ეგ ხელია. რამდენი წამია გასული შენ? 20. მითხარი 20 დაამთავრე. 30. 35. შენი Stop. დრო დამიფიქსირეთ, დრო. წუთ ნახევარი. რა წუთ ნახევარი? კაი, არა გიხურე. რამდენი იყო? 51 წამი. 51 წამი. კაი. ვინ შენ ჩეკლაპე? ასუნი მესმის მარტ სერიოზულად იქიდანო. ნუ გეშინია თავართ რა. და მეგობრებო, ჩემი მოსწავლე ეხლა ემზადება და თქვენს წინაშე პირველად თავის თავზე დაიდებს ტურნიკეტს. აქამდე არ მექნია მართლა, არასდროს. და მიიღავს ზადით გამოცდილება. სამამდე ვითვლი და იწყებ. ოკეი. 1 2 3 დამიმალე ხო ეს? კარგია, მომწონს. 10 წამი. აუ რა არის ეს? 15 წამი. 13 წამი. არ ვიცი, როგორ 22 წამი. ის შენები. ხო? ის არის. всё. ხო? მოსარე. 33 წამი. 1-0. ძალიან რთული იქნებოდა ეს რომ თვალე ბახალზე გამეკეთებინა ეხლა. გილოცავ. მადლობა. შენ დაწინაურდი კოჯრის სახლში აღარ მოგიწევს. გონი შესვლა. მე მგონი ჯობია შედეგებს დავრავდოთ. კი, ნახოთ. ოკეი, გავაგრძელოთ მითები მე მგონი. მარილი გვაქვს. დამინათე. მოდი, მაგი მეწავალ მე იმასაკ. ერთ-ერთი ჩელენჯი არის რომ ეს არ უნდა გამოძრავდეს ხო თუ მოჩვენები არიან. ამიტომ ამას გადმოვაადგილებ აქეთ და იქნებ ომარმა მერე შეამჩნიოს. ნახოთ თუ გამოვა. სანამ მოვა კიდე რა. მარე სოფა იყლის მერე მივიდო ტუალეტში გავდივარ. ტუალეტში გავდივარ და მე შემოდივარ სიურპრიზით ომარისკენ. ასე რომ კარგად დავფიქსირეთ ეგ მომენტი. შემდეგი მითის მიხედვით მითი ნომერი შემდეგი. შემდეგი მითის მიხედვით მარილი
ბოროტ სულებს აბრთხობს და ამის გასატესტად მარილი მოვიტანა. მოდი, ამ იმაში მოვაყარი ესე. ხო არ არის წვედა. არ არის, არა, კარგია, კარგად მიყვები. აი, ეხლა როგორ გავტესტოთ? ორი, ეწამე. თუ ვინათ არ გაგშვათ კამერები. ტვალეთი გავა ორი წამი უცებ და მოვა. მიდი. აქეთ. მოდ გარეთ გადი, მან დრას ო, აქედან გავა. კაი, გათიშე ესე. კაი. რატო არტიშავ? შენ ამაშუს ფორმზადე. მოკლედ ეხლა გამოვედი. რომ ომარი შევაშინო და ეხლა კოსტუმს შევიწვევ. რა გინდა? საით უნდა დავალება ბიჭო? არა, ეს იყო ჩემი პირადი ოხუნჯი. ო, წესებსად გაჩიტო. ხო მიხდება. რა გინდოდა ბიჭო, რა დაგიშო? კიდე კაი განათება მაინც არ გამაფუჭე. სულები შემდეგზე გადავიდეთ და სულები ვერ გადმოკვეთენ მარილიან ზოლს და დამსხვრეულია. გადმოგვიდე. რა შემეშინდა ჩემი. აი, მე დავუბრუნდი ჩვეულებრივ ფორმას და შეგვიძლია გავაგზავნო. ჩაგეთვალა სხვათა შორის, კაი. კარგი იყო. ისა სხვათა შორის მინდა აღნიშნო, რომ გარეთ უფრო თბილა, ვიდრე თვითონ სახლში რა. მარჯვნივ? სადაც უკუნციბნელია იქ. მანდ მგონი არ გვინდა მანდ რა იატაკია გაფუჭებული. და მოდი სიფრთხილეს თავი არ თქვა რა. აქეთ შეგვიძლია შევიდეთ. მინდა სტრანად არის აქ ნახე. რა არის სტრან? ეს? კაი, არ მომწონს კი შემიშვი. გავაგრძელოთ ჩვენი მითების დამსწრება. მორი გენიალურ დიდი ღომი ნელია მაგრამ დიდი ღომი წერია ბა? დიდი ღომი. დიდი ღომი უნდა დაეწერა ხო? დიდი ღომი. დიდი ღომი. ბნელია, მაგრამ სადო ცხოვრობ ვაჟაზე, მაჯაზე. გენიალურია. ძალიან თეთრი რითმა მეგობრებო. ინსტრუქცია დლია იუნიხ დრაჩუნო. To это значит. Пошел на. Пошел на. Баба. ეს ისეთი გენიალური ადგილი არის, რომ აქ მორიგი მითი უნდა დავამსხვრიოთ რა. შემდეგი მითი მდგომარეობს შემდეგში. თუ სარკეში დიდი ხანი იყურები, რაღაც მოხდება. სარკე სად არის? სარკე არა. იქ სარკე სტუდიაში. ოკეი, ეხლა რომ რამე აღმოჩნდეს ჩვენს უკან, მე რა შვები? სარკეში უნდა გამოჩნდეს ჩვენ მიღმა რამე? სარკეში უნდა გამოჩნდეს რამე. თვითონ ჩვენ რო შევიცვალოთ სარკეში ეგარ შეიძლება? გასულისხო. ანუ ჩვენ რო დავმახინჯდეთ? მიმიკა შევიცვალოთ, ანუ ის მიმიკა არ გქონდეს და ისე შევიცვალოთ. შეიძლება, არ ვიცი, ყველაფერი შესაძლებელია. ისე ხო იცი, ანუ სარკე ესეთ ადგილებში პორტალთან ასოცირდება. ზუსტად მაგას ტესტავ. ხო? კი. კაი, აბა მიდი. 3 2 1. მინდა გითხრა რომ ძალიან სიმპათიურად გამოიყურებ. მე არ ჩანო, შენ გიყურებ. აი კამერაში ჩანს რომ ვიხედებით ორივე. ო? რამეს თუ ხედავ? ჩვენ თავის გარდა. ერთი ეთქვა ხელზექცივა გიგანკალებს და. ხო? არა, უბრალოდ ჩვენი ანარეკლებია უკან რა. მეც ვერაფერს ვერ გვეყო. მითი ნომერი შემდეგი დამსხვრეულია. და მითი ნომერი შემდეგი. შემდეგი მითი სინათლის ციმციმი ნიშნავს რომ ოთახში არის სული. აგვიმარჯოს. და მითი ნომერი შემდეგი დამსხვრეულია. ის რომ კურიერი ბერიას აგარაკზე შაურმას არ მოგიტანს. ბრავო. აი მე უნდა დაალაიქოთ. აი აქ უნდა ამ მომენტში უნდა დაალაიქოთ, აი. რა ახლა უნდა გავაგზავნეთ. შეგვიძლია გადავიდეთ შემდეგ მითზე. ოკეი, შემდეგი მითი. სურათზე რაღაც გამოისახება. დაწყებულ სახში. ამიტომ ეს დავდოთ თოჯინასავით. ხო. და მე შევამოწმოთ. ოკეი? აი აგერ დავდებ რა. აი ეს ლამაზად. გადავიდეთ შემდეგთან. დამახსოვრებულია. შემდეგი ღია კარი თავისით იკეტება. აი დააფიქსირე რა. იკეტება?
იკეტება? მაშინ გადავედით შემდეგზე. ამ საერთოდ მოძრაობს ეს კარი? ბიჭო, ეხლა დავშტვინე რაღაცა თუ ბიჭო. მითი ნომერის შემდეგი, როდესაც მოჩვენებით სავსე სახლში დგახარ, ვიღაცა ყოველთვის ზურგიდან გიყურებს. როგორი უმახიანი ბიჭი ხარ? ხოძე ვარ. შვენიერია. აი მე მგონი არავინ არ ვიყურებს და შეგვიძლია გავაგრძელოთ შემდეგი. კი, რავი, მე დამსხვრეულია, ჩელენჯის სუნი მცემს. მითი დამსხვრეულია, ესპანჯრებიც დამსხვრეულია, ორპირი ქარია და თუ არ გავცივდით, გადავრჩებით. შაურმაცივია. შაურმაცივია. მითი ნომერის შემდეგი. მადლობთ. გეუნები, არაფერი არ ხდება ამ სახში. არა, ხო, ისეთი არაფერია. ეხლა მომაწოდეს შემდეგი ჩელენჯი, რომელსაც წავიკითხავ. ეს ცოტა ჩვენი ხელით არის დაწერილი და ვერ ვკითხულობთ ხოლმე რა. ჩელენჯი ნომერი 2 გვაქვს დამალული თოჯინა. მოთამაშეებმა უნდა იპოვნონ თოჯინა. მიზანი: ვინ უფრო მალე იპოვნის ნივთს, თვალებ ახვეული და ტვისტი. შეგვიძლია ერთმანეთს მიუთითოთ, ან სიმართლე უთხრათ, ან ტყუილი უთხრათ, ნივთთან ახლოს არის თუ შორს. ეს იქნება ცხელია თუ ცივი. თოჯინას დავმალავთ და ვინ უფრო მალე იპოვნის, ის იქნება გამარჯვებული. მე ჯერა შენი რო იპოვი. მეც ჯერა რო ვიპოვი. მეგობრობამ გაიმარჯვოს. ვიაროთ ერთად. კაი, რა გვაქვს? უნდა დავმალოთ კუკლა. ეხა შენ შეცვალე? თოჯინი შენ შეცვალე? მართლა არ შეგიცვლი? გადაო, შენ შეცვალე. აი, აი, მე მეკაიფებით. ეხლა სურათები რო გადავიღოთ? მე როგორ დადეთ? ესე არ დადეთ? შეიძლება მე დავტოვე, ესე, რავი, მე არ მახსოვს. შენ დატოვე და არ გახსოვს? არ მახსოვს, სერვერზე გიქხები. ვიცი რომ, ანუ აი, ერთი წამი. დავდოთ ასე, ჯიგარო. რა ჯიგარო? ესე დატოვე და ისე იყო რა ჯიგარო. შეიძლება მე დამჩა ისე რა, ზუსტად არ. ეხა кайფობ ეხა. მე რა ვსკაიფო. აბა რა ვიცი. როგორ არ გახსოვს თუ ეგ ის არის. დიდი იმედი მაქვს. არა ეგა არა. მეგობრებო, ეს თოჯინა გადავწყვიტეთ, რომ აქეთ დაიმალოს ამ ოთახში, იმიტომ რომ შედარებით დიდი სივრცეა და შეგვიძლია უფრო კარგად დავმალოთ. ეხლა ცოტა დისონანსი გქონდა ერთმანეთთან, ვერ გავიგეთ ეს თოჯინა, მაგრამ მოტრიალდა თუ ჩვენ მოვატრიალეთ, ზუსტად არ მახსოვს და ვიღადავებია? კი. ანუ მეც არ მახსოვს, ოკეი, თორე კი და მაგიტო სურათებს ვიღებდით და როგორ დავტოვე არ მახსოვს რა. რავი, ერთ რეპლეის გავაკეთებთ კიდე, თავიდან დავტოვებთ და შემოვალთ და ვნახავთ მოტრიალდება თუ არა. კაი, პირველი მე დავმალავ ამ ნივთს და მიკა შეეცდება მოძებნოს. წყალეთში შევალდა. აუ რა წყალეთშია მაშინ. გამაძროს ახლა. ხო, მოკლედ. ხა გამოვიდი აქეთ და რაღაცა ეჭვები აღწევ თმაში რაღაცა ცოტა ფიქრები დაიწყო რომ რაღაც ვერ არის. ამიტომ ეხა როგორც დადებს მაგის მერე ისევ შეუცვლი ადგილზე სხვაგან დავდივ და ნახოთ შემდეგი რეაქცია. ეხა კიდევ უნდა მოვძებნო დამალული თოჯინა. ოკეი, წავიდა. დროს ინიშნავ ხო ალბათ? 1 2 3. კაი. ეხა შენ გინდო თუ არა? იმიტომ რომ როდის მეტყვი შენ რომ თბილა თუ არ თბილა თუ რაღაც ეგეთი. აი საერთოდ არ შეამონებს ეხა ეს ყველაფერი. თბილა. აი შენ. აუ ძალიან არ შეამონებს. აი მართლა. ვიცი და მეც ვიცი რომ ჩემთვისაც ძალიან ცუდი მომენტი იქნება. ძალიან არ შეამონებს ეს ყველაფერი. თბილა. აქაც თბილა და იქაც. კი ორივეგან თბილა. მეშინია მოიქეთხა გულს. როცა შევეხერ ბილ რაღაცას. ნელა თხილა წინ გაქვს ხეები და ფეხი არ წამოკრა. აი მითხარი აქ არის თუ არა მაშინ. არ მეტყვი? ცივა. აუ აი ძალიან ცუდი გზნობა. არ მომწონს. მე ბრასტები. რიგდანს შეგავს. კი. მეშინია. შორს ვარ. ბუხარში დევს. ხელი უნდა შემო. არა, ბუხარში მართლა. აუ რას ვიხები. შენი დედა. კაი მოდი რამე ნიშანი მომწონს. ანუ იატაკზე არ არის რა. აცუდი მომენტია იმენ ახლა მისთვის. აი რატო უნდა მოიყვანოს სტუმარი? ბერია სახში და ეს ათამაშო. აი რატო? მითხარი რამე. მოდი ძარვარ გაგვეწევს. 4 წუთზე თუ ვერ იპოვნა შევწყვიტავ რა. კი ბატონო, რამდენი ესე ჯობია. 3 და 54. აუ. ცივა.
ის კი არ მითხარ ოჯახები. პირდაპირ. ცივა. თბილა. თბილა. რატო გაჩუმდი თბილა? ცივა. ცივა? ხო. აი 4 გახდა. კაი, всё. 4:30 დანებდა ვერ იყო. ვერ ვქენი. მე მამართლა ვერა. აუ მე მეშინია აქ დავიჯვა ჩემი სახეს გამაძრობენ ახლა ეს. კაი. 3, 2, 1 წავიდა დრო. თან უნდა მასწავლო. კი ბატონო. მე ეხა კითხვა მაქვს შენთან. ხო. შენნაირი ბოროტი ვიყო თუ არა. აუ ბოროტს მიხსენებ თუ ზმა. ცხელი არ იყო შაურმა. ცხელი არ იყო შაურმა? კი. ეს რა. აი, იმასთან. ნელა. იმასთან. კაი, მან გეტყვი რომ არ არის. მან გეტყვი რომ არ არის. არ არის? არა. ეს არკია. ოჯახ? სარკე იპოვა. რო ჩაუთვალოთ პრინციპში რა. ეს რა? ყოველგვარი მინიშნები ჯაში. დადე, შუშაა, დადე. იცი რა, დათვა, ცოტა დათვა, მაგრამ ფრთხილად ქვევით არის წინ. ახლა ვარ კარების. თბილა, ძალიან თბილა. დათვა. კი, ძალიან თბილა. თბილა. ანუ ასე მგონია რომ ეხა უნამუსო იყო რაღაცა წინ მიდგას იმენა და არა, გატეხავე. აქ ვარ და სადაც ძალიან ახლოს ხარ. ძალიან ახლოს ხარ. ვიპოვე ჩემი. ვიპოვე მე ვიყოვნა. იდეაში ცოტა რევერსულად წავედი და კი არ მაგრამ მოგეხმარ. კი, მართლა. ხო შეგისურვა. შემდეგზე მაშინ. შემსობია და კი, გადავიდეთ შემდეგ. და ბევრი მითი დაგვრჩა? არა. ანუ თავიდან ძალიან მაგარ ხოძე ვიყავი, მაგრამ მეც, აი მართლა ეგრევა. თავიდან შემოვიდა მინდა დუხით რა. ხო, მინდა რომ დავამთავრო და წავიდე მით. იმედია დღევანდელი გამეც მალე დამთავრდება. ერთი მითი გამახსენდა კიდე რომ დაწყეული სახლი, რაღაც მსგავსი სახლი ლუპში გავყოფე. ჯიჯობით აქ ვარ რამდენი ხანი. ანუ შეიძლება ეხა ჩვენი იქეთ ოთახშიც ვიყოთ? ეხა რომ შემოვიდეს ომარი და მიკა იმ ოთახიდან. რა რეაქცია გექ? იმედია ეს რაღაც არ მოხდება. ეგეთი რაღაცა გადავიდეთ შემდეგ მითზე, ოკეი. და შემდეგი მითის მიხედვით ხმის ჩანაწერში შესაძლებელია რომ მოჩვენების ხმა გაისმა. და ამას ეხლა აუ კარგი რა. რანაირად გამოიხედა. ამიტომ მოდი ჩემო ომარ აი დავაჭირე მე და ვიწერ ხმას როგორ ახარ ომარ? მე კარგად რა ეხლა ვარ რა. შენ როგორ? მე უკვე ერთ სული მაგ გავიდა აქედან სიმართლე გითხრა. არა მეც ეგრეთი ვაიბი მაქვს რომ მართლა მალე მინდა გავიდე იმიტომ რომ ეს ნახე ეხა შემომჩნია აქ. ეს რო კიდია. მოსარევი ხის. ამოსარევი. აი რა სიცო. ეს იყო აქ. მართლა იყო. არა, ეხა მართლა თან თქვენი დაჭედებულიც არა, ეხა რომ საიდუმლო რაღაცა. კაი გავთიშავ ამას. იმედია რამე უცნაურს არ მოვისმენ. ჩავრთავს მიკროფონთან ახლოს მივიდა. მე კარგად რა ეხა ვარ რა. შენ როგორ? მე უკვე ერთ სული მაგ გავიდა აქედან სიმართლე გითხრა. არა მეც ეგრეთი ვაიბი მაქვს რომ მართლა მალე მინდა გავიდე იმიტომ რომ ეს ნახე ეხა შემომჩნია აქ. ეს რო კიდია. მოსარევი ხის. ამოსარევი. ხო, აი მე მგონია არა. მოცი. კაია. ნუ ეს მითიც დაიმსხვრა რა. ნახოთ. რა ხო? ვიდა მოვა? ძაღლი იყო შენ. ძაღლს აქ რა უნდა? რაღაც ქვევიდან მოდი. ხოდა შორს ამას აქ ქვემოთ სარდაფი. აღარ მისწორდება. აი მართლა ჯობია იმას აქ. ძევით ავიდეთ. რა არის გამოსახული? რა? აი შეიძლება აი. კაცი ის თითქოს ხო? აუ არ ქვინა ასლა რა. კაი, ნახე მოდი ეს ვქნოთ. ეს ნახევარი ხომ მივედი, ის ნახევარი შენამდე ხა და ესე. დავაზროთ ერთმანეთი. არევინ მე? გამარჯობა. დი მოდი მაგრებს ზუგს. რა დაბალი კარების ასხვენია აქ მეტი არა. დიადი აქამდე ვარ დამოსულები. რა მიხდება? ვაფშე არ მისწორდები ეხა. აო, არ მომწონს. ვახში. ბიჭებო, ამოდით უფრო უსაფრთხოდ ვზრუნავთ. პროსტა მისა იატაკთანაც ფრთხილად ვიყოთ. ხო. მაინც არ არის სანდორა. სადღეშია ეს ისა. გარეთ არ გახვიდე, ეგ ჩავარდნილია. აი ეს კადრი გარეთ ნახე. აღარ მსიამოვნებს აქ ყოფნა. არა, ანუ საერთოდ
ცნობილია რომ ღამის 3 საათზე, სხვადასხვა ჩვენი მომდევნო მითი იყო ის რომ ღამის 3 საათზე იწყება ხოლმე ბოროტის სულების გამოსვლა. ანუ აქ არაფერი არ ხდება და ეს ხო. ანუ იდეაში ღამის 3 საათი პარანორმალურად ყველაზე აქტიური პერიოდი არის და ეხლა პრინციპში 3 საათი ხდება და ბოლო მითი იყოს დღევანდელი დღისთვის თუ გვეყოფა. ხო, ანუ 3 საათამდე გავჩერდებით და ეგ არა და ვაიმე დედა. რას გვაშინებთ ვიდეო. ანუ რა არის იცი? ანუ ჩვენ რამე ხა ისეთი აქ არ შევხვედრია, უბრალოდ ცუდი აურა აქვს რა თვითონ სახლს რა. უი აქ არ ყოფილვართ ხო? ეს ხო წინა ის არის. ომარ. აურა ხარი აქვს. რომ გამოიწერო ნარხი თორე. არხი გამოიწერეთ თორე აი ჩვენი რა უნდა ქნან? არხი გამოიწერონ, დაალაიქონ, გააზიარონ. რა ან მე ვერ ხედავ ვერაფერს საინტერესო სამ სახლში რა. ვერაფერი რა. აა სიტყვა საკუთრებული და ერთადერთი ახლა დაგვრჩა ამ სახლს საინტერესო ის ხდის რომ აქვს სარდაფი, სადაც ბევრი ადამიანი ყავთ ნაწამები რა. და ბოლო ჩელენჯი. ბოლო ჩელენჯიც იქ ავაკეთოთ და შემდეგ გადავინაცვლოთ იქეთ რა. ხო, ფოტო შევამოწმოთ. ხო, ფოტო შევამოწმოთ რა. შემიძლია დადასტურებით თქვა რომ არანაირი რამე არაფერი გამოსახული არ არის. ასე რომ ეს მითიც დამსხვრეულია. ხო რა, არ არსებობს რა მეგობრებო. უბრალოდ ახლა ესეთ სახლს სადაც არ უნდა შეხვიდეთ, ყველგან ესეთი აურა ექნება რა. არ უნდა მოატყო თქვენი მაყურებელი, უნდა თქვა ყოველთვის სიმართლე. არავის არაფერი არ უსვრია. აღარ მისწორდება რა წამყელა ის. აი ნახე ის რა არის? იქ შეხედე იმას. იქ ნახე რა სტრანად არის. აი აქ. რაღაც ფორმა. ხო, ანუ ეს ყველაფერს რაღაცას დაამსგავს რა, ეგეთი ფანტაზია არის. ო. და ეს ახლა ხო გადადეთ. შენ ეხა მეღადავები იცოდე. რას გეღადავებით? გეყოფა ეხა. რატო აქ შენ გადადე? რას გეღადავებით რა? ბოლოს მე ხომ მოვძებ. ბიჭო მითი დამავსხრავინეთ რატო მოძრაობს? გამაგებინე. რა სტრანად დგას თან შენ? მე არ დამიდია ძმა. ბიჭებო, ოპერატორი არის ძალიან ჩუმად და თქვი რა დააშავე. მე არ გეფიცები ძმა, არაფერი არ ანუ თუ დავდებდი იქეთ დავდებდი, მან რატო დავდებდი? წავიდეთ რა ერთ ამის დაცვა ტელეფონით ჩავიდეთ და სიორი რა. მართლა. არ დამიდია ძმა, მართლა არ დამიდია. შენ უკან მოვდიოდი. ეხა გაჩერდი, გეყოფა. ეხა გეყოფა. გეყოფა მეთქი ეხა. რა მეყოფა? წავალ არ მინდა ძმა. წავიდე ძმა, მე თქვენ მეკაიფებით? მე გამოვედი ბოლოს და არ შემიხედია მაგეში საერთოდ. ანუ ის იდო ლურსმანთან. მე ის არ გადამიდია. კაი, მოდი ერთ გავიდეთ და ამოვიდეთ. ხო არავინ არ იქნება ეხლა, ხო ვერავის ვერ დავაბა. არავინ არ გახვიდეთ. შო, არა, იქით. ხო არ ქვევი ჩავიდეთ ხო. და ამოვიდეთ რა. გამოდი აქეთ. გამოდი იქით. არ არსებულია კაი, განოჩენია. არ გახვიდეთ. თუ მიმძანდით ერთი წუთი, მე თქვენი აღამჯერა. ამიტომ თუ შეიძლება მიმძანდით ქვევით. ბოლოს ვამ ო, მე თქვენი აღამჯერა. ვაიმე ნელაგე ხო. შენი გჯერა? სამართლიანი კითხვაა. აუ ერთი წამი გარემო დააფიქსირებთ ხო რა. გარემოში არაფერი არ ჩანს. და ის მაიმუნი იმენა ის მაიმუნი თუ არ მოძრაობდეს მე ვიყო უნამუსო ძმაო. რა არის ორაზროვნება არ მინდა, არ მიყვარს ზოგადად ორაზროვნება და არ მინდა ორაზროვანი საუბარი გამომივიდეს რა. რამე ისეთი პირდაპირ კონტაქტი მართლა არ ყოფილა, მაგრამ ანუ რაღაცა ისეთი შეგრძნებები მოდის, რომ აი აშკარად კარგად გინას არ ვართ რა. ერთი უცნაური რა არის? ხა რაც ნამდვილად სულ რამე იყოს, ერთ რამეს ვერ დავიგმავდით რა. ხო. ეს არის ნისლი. ხო, ნისლი. ანუ როგორც კი მოვედით და ვაპირებდით ჩემოსვლას, ნისლი ჩამოწვა. ანუ აი ის რომელიღაცა გადავთ, მაგრამ ის კაი, ის დადგმადი არის. ეს დადგმადი არ არის. ეს არ არის დადგმადი ხო? აი ჩავედით ქვევით. შეიხედე, გეხვეწები, ის ხო დგას საუშ ადგილზე. ეხა რო არ იტყვის ადგილზე გამოვშტერდები რომელი. მე აქედან ვერ ვხედა. არა. თავის ადგილას. ანუ ეგ თუ არ გაინძრა ეს ჯობია არ მოიცვალო ადგილი მაქედან. ეგ თუ არ გაინძრა ესე იგი ვიღაცა ჩვენიანი გადავოდა რა. გადასურდება. შენობა არის ძალიან ამორტიზებული და სავარაუდოდ რამდენიმე წელიწადში აქ უკვე აღარაფერი აღარ იქნება. ახალი სკინი. ახალი სკინია კი. დეფენსი. ანუ ნახე პირველ სართულზე იძახიან რომ რაღაც სარდაფი იყო, მაგრამ ეს სარდაფი უკვე ქცეულია საქონლის ბინად რა. სულ ნაკელით არის საუსე და არ მგონია ისეთი რამე ხდებოდეს რა. ომარ. ბატონო. დადგა დრო როგორც იქნა.
ბატონო ომარ, ინებეთ რა ხდება? საბოლოო ჩელენჯი. Challenge. ესე იგი, ჩელენჯი 3. შიშის ფაქტორი. ამ ჩელენჯში, რა ქვია ამას? პულს ოქსიმეტრით აი ამის შემოწმდება. შემოწმდება შიშის ფაქტორი. შიშა არა. ჩამოვიტანე. შიშს დარჩა. უშავს დაჭა. მიზანი გამოვლინდეს. ბოდიში ერთ მართლა ცოტა არასასიამოვნო მდგომარეობაში ვარ. მიზანი გამოვლინდეს სუსტი რგოლი მოჩვენებათა მონადირეებში. მონადირეები ცოტა უტრირებული ნათქვამია ალბათ. აუ როგორ შეგზნება მაგ? იცი აი უკან მეგონია რომ ვიღაცა აი ეხა ეგუნა მეთქვა, იმართლა ეგუნა მეთქვა. მგონია რომ ეხა ვიღაცა დავამთავრე. მოვა ესე და ფეხით ვახ ჩემი მე. ესე გიზავს რა. ხო და ანუ პულს ოქსიმეტრს მოგვაწვდიან ახლა და პირველ შენ შემოწმე თუ მე ანუ ეხა როგორ არის, ვისაც ამ მომენტში ყველაზე შეშინებული არის, უფრო მეტი აქვს პულსი რა. ვისაც ამ მომენტში ეხა მეტი აქვს პულსი, ის წააგებს? ის წააგებს. ვისაც ნაკლები აქვს, ის იქნება გამარჯვებული. მიდი. მაგრამ ცივი გვაქვს ხელები და შეიძლება მეგობრებო გაუჭირდეს გაზომვა რა. რა ის 97 იტყუება გას? ეგ სატურაცია. სატურაცია. 180? 109, 120, 120, 128. ეს ეხა გამანერვიულე. 127. ეს შენ ეხა დავშვი. 128. 126 მაგ. კაი, 127. მაქსიმალური დააკლეიდა და უმატებს და უმატებს. შენ იღადავ ეხა სანამ იმასხნებოდი. და სატურაცია რატო მაქვს 90? 98. სატურაცია რატო მაქვს? ასე, აუ, წავაგე, წავაგე. ეს ერთი წამი, ეხა რატო ვისინჯავთ, თო? და მეტი რაღა შეგეშინდეს. ეხა გამოვედით იმაზე. ჭერზე ავიდეთ. მე წეგან ავჟიტირდი კაცო. ჭერზე ავიდეთ თუ გინდა. ან თუ გინდა სადაც არ ყოფილვართ იქ შევიდეთ. სადღა შევიდეთ. აი იქ. ქვემოთ? გო. აი წამოჩავიდეთ არა. აი წამო. აი ნახოთ აქ რა ხდება. ხეებითაა სავს. აქ ვერ შევა. ოკეი, გავი, თუ გინდა წავაგე და წამო. რავი, ანუ მე მომისმინე ისეთი ვაიბია უკვე აქ შექმნილი, მე ვერსაც შესვლას ვერ დაგაძალებ. რა ესე ამიტომ უარის რომ თქვა, პრობლემა არ არის რა. Yes. გაანათა იქ რა. არა. ანარეკლი. ეხლა ის გადაგჩენია. შევიდეთ, ნახოთ, შევამოწმოთ Google-თან, თან გამოვიტანოთ. კაი, let's go და კაი, ბოლო მითი დავამსხვრეთ რა. ანუ ვინმე ისეთი ხوار ჩამოგჩენია. ყველა ერთად მოძრაობდით, ხო? მოიცა? მაიცა. არა, იქ არის. იქ არის? იქ არის კი. ზომაში. რომელი მაიმუნობდა? მე არა, ძმა, არ მომიკიდია ხელი. ავიღოთ მაშინ ახლა. უკლა და რა ვიცი, ეგ არის. ხო რა. აიღე პრინციპში გადავაგდოთ. let's go. დავეთით. მოკლედ, ამ სახლში მეგობრებო, გემშვიდობებით და გადავინაცვლეთ ომდენო სახლში რა. იმედია იქაც ყველაფერი ჩვეულებრივად ჩაივლის. ვაიმე! რომელ რა გინდა, სიმონ? აი, ბიჭო. რომელმა რა გატეხ? იქიდან ისროდა, ბიჭო. ეს ვინ არის ჩემი? მოკლედ, ომარ, ეხლა რატო დაგიძახეთ აქ რა? შენ უნდა გამოიცნო საიდუმლო დავალება. მაგრამ გეტყვი რა არის გამოცეს. მოკლედ, ამ სახლში მიმდინარე მოვლენები რაც იყო, ვიღაცა ჩვენ სამი ადამიანიდან. ან მე, ან Ghostface-ი, ან ოპერატორი. ამ სამი ადამიანიდან ერთი აკეთებდა ამ ყველაფერს. და შენი მიზანია ის რომ გამოიცნო ამ სამიდან რომელი იყო ის ერთი, ვინც ეს ყველაფერი გააკეთა. შეგიძლია იმსჯელო. კაი. ანუ ბოლოს ახლა ვინც შეგვაშინა, ამან Ghostface-მა შემოაგდო გარედან ქვა. მანამდე კუკლის გადაადგილებაზე Ghostface-ი ყოველთვის მოძრაობდა მთელ სახლში. ხან რომელი ოთახში იყო, ხან რომელი. მაგრამ ახლა Ghostface-ი რო თქვა, პრიმიტიული იქნება, იმიტომ რომ პირდაპირ Ghostface-ზე უნდა წავიდე. გააკეთე არჩევანი. ანუ მე ეგრე ხო მარტივი იქნებოდა. ჩემი აზრით ოპერატორი აკეთებდა ყველა. ისე ბოდიში რა სანამ ვიტყვი რა. კამერა შევატრევებ და როგორ ჩანა შეხედი, ანუ ძალიან ჟუტკია. ესე დგომა ნახე ოპერატორს. კვაპიშონი აქვს დამფარებული და ჩაჩრდილივით ჩანს აქეთ როდის გამოგჭრიან, ეს კაცმა არის ის. ოკეი. ჩემი აზრით, ხო, ანუ ოპერატორი აკეთებს. აი, მოდი ესე ვიტყვი. 3, 2, 1 დასახელი ადამიანი. Ghostface. მაინც Ghostface-ზე გადახვედი. ყოჩახ. გილოცავ. შენი რეაქციით მივხვდი. შენ ვერ გამოიცანი. იმიტომ რომ მე ვიყავი ამ ყველაფერს. შენ იყავი? შენ მოქმედია. ჩემი მენა საღოლს, ტაში უნდა დაგიგრა, იმიტომ რომ შენ ქონია დიდი სამსახიობო ნიჭან. მე ის მართლა ეს აკეთებდა ყველაფერს? კი, საიდუმლო დავალება ქონდა. ეგ უნდა გადაიღო. და გამოიყენებდნენ ნებისმიერი ნივთი, რომ შეეშინებინე ანცო. და ვერ მიხდარიყავი? ხო, და ვერ მიხდარიყავი რა. საღოლი, იმიტომ ხო, რომ 5 ჯერ, ხო? იმდენად კარგად თამაშობს და იგონებს რაღაცებს, რომ მართლა დაგაჯერებს რა. ხო, ის თქვა მე ვისროლე. რომელი? ბოლოს. ეკოჩენის. ხო. ოკეი, ჩვენ სასჯელს ვაკეთებთ ახლა იქით მივდივართ, შევდივართ. ნუ მე ხო ალბათ მე უნდა შევიდე. ხო გაპატიე, თუ გინდა თუ შეხვარ?
არა. არა. შეიძლება ვერ გადავჭრე სხვა ვიდეოებში. ხო. არ ვიცი. თუ ომარი დავიძახებს კიდევ. მაინც არ შევალთ. დავიძახსე. მარტო მაინც არც ერთი არ შევართ, იმიტომ რომ არ გავწირავთ ერთმანეთს. ერთმანეთს არ გავწირავთ და შეიძლება არაფერი არ ხდებოდეს, მაგრამ ძალიან საშიშია რა, ანუ არა სასიამოვნო არის. ხო რა, ანუ შეიძლება იმდენად მოდი ფსიქოლოგიური სტრესი მიიღო, რომ მე შეიძლება მთელი ცხოვრება გაყვეს და ჯობია ერთად ვერ ბრძოლოთ ესეთ ბოროტ-ძალებს უცალკე რა. ასე გაიმარჯვა მეგობრობა. ახლა გავიგე რომ Wild Dogs-ზე მოწვეული სტუმარი ვიდეოს ან იწყებს ან ამთავრებს და მე მერგო დამთავრების პატივი და მადლობა რომ მიყურებდით. მადლობა რომ მიყურებდით. ჩემთან ერთად გვიყურებდით. ჩვენთან ერთად იყავით. ჩვენთან ერთად იყავით. არ დაგავიწყოთ არხის გამოწერა. არ დაგავიწყოთ არხის გამოწერა. ვიდეოს დალაიქება. ვიდეოს დალაიქება და ჩვენ მაგრები ვართ ეს Wild Dogs-ი. ვაილოვია? აღა, შევხვდებით შემდეგ კარგად. ვიდეოში.